Salami YouTube's 4 კვირა დაგვჭირდა ჩემპიონატამდე. ახლა არის დილის 7 საათი. გავდივარ დარბაზში. გუშინ გამოსადე მთელი დღის კვება. ახლა გაჩვენებთ. შემდეგ გავდივარ დარბაზში. ყოველს ჯერ მოსწავლეები. შიგადაში კარდიო გვწევს და მე ვარჯიშიც რომელსაც აუცილებლად განახებთ. მოგეთ, აქ გვაქვს ბერძნული იოგურტი. აქ არის ბლინები, აქაც არის ბლინები. ამ ორ კვებაზე ვიყენებთ ამ იოგურტს. აქ გვაქვს ბრინჯი პლუს ფარში, საქონლის. აქაც ბრინჯი, ახლა პლუს ქათამი და თითოეულ ვანძლებ ორივეზე. და მეხუთე კვება მე გვექნება, როცა სახლში მოვთ. ეს ყველაფერი ჩავალაგო და წავიღოთ დარბაზში. ნით, ეს არის ჩემი ახალი მეგობარი, რომელსაც დავმოგზაურობთ. მოვედით ჩვენს მეორე, კი არა, პირველ ფილიალში, მოსკოვის გამზირზე. ახლა მოსწავლეები მეყვება, შემდეგ ისე კარდიო როგორც ვთქვი, ვარჯიში, ისე მოსწავლეები და შემდეგ ისე ვამით წავთ. მოკლედ მოსწავლე მოვა ერთ კვებას ვასწრებ, ამ პირველ კვებას, რომელიც არის ბლინები. აქ ყავა მაქვს, აქ ბერძნული იოგურტი, ეს ხუზის დამცავი და აქ არის რაც არის ჩემი მთელი დღის განმავლობაში მისაღები ტაბლეტები. წყალი სტანდარტულად. პირველ კარდიოს მოვჩით. დღეში დაახლოებით 2-3 კარდიოს ვაკეთებ და რაოდენობა არის 20-30 წუთი. შემდეგ კარგული პერიოდის მერე ისე ვაკეთებ და დღეში ესე გამოდის 2-3 ჯერ. ესეც მეორე კვება ბრინჯი ფარში პლუს კედრი. და დიდი ალბათობით ახლა მოსწავლეებს როგორ ვრჩები ორი მოსწავლე დამჭა და 2 საათი გამოვა მე ვივარჩებ. ამ შეიძლება მისამკობას დავალოთ. დავიწყე ვარჯიში. დღეს მაქვს კვლავ ხრები და ხელები, რომელიც უკვე იცით როგორ ვაკეთებ. ასე რომ გაჩვენებთ მაინც რაღაც მონაკვეთებს. თუ რამე განსხვავებული ქენი იმასაც გაჩვენებთ. და შემდეგ გვექნება მესამე კვება. ანუ დავიწყე 2 კვებით ვარჯიში. და კიდევ ერთი კარდიო გვიწევს ვარჯიშის შემდეგ. შეიძლება მესამე კარდიოც დავამატოთ საღამოთი. სანამ ეხლა წავალ დავიწყო ვარჯიშს. რაც შეეხება ზოგადად ჩემპიონატს. იდეაში სამი მნიშვნელოვანი კვირა წინ, მეოთხე კვირას უკვე პამპინგ სტილი არის. ასე რომ ამ მომდევნო 3 კვირის ვარჯიშებში მაქსიმალურად უნდა ჩავდო თავი. დღეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი არის ესეც, რომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ და ისე გავადრო, ვერც გავიგებთ. ფორმაზე ავნერულობ, ყველაფერი კარგად არის. ასე რომ თავი უბრალოდ გავყვეთ ახლა იმ რეჟიმს, რაც გვაქვს. იდეაში ენერგიას არ უწუნებ, რადგან ენერგიას თავზობ თავს და პლუს რაც თავი მაქვს კარგი პამპი. ახლა მეოთხე მსვლელს ვაკეთებ. გადატენილი მაქვს უკანა ნაწილი ისე გზნობ. სანამ ესე შენარჩუნებული, ესე იგი ენერგია არის, არც დარღვევის აუცილებლობა არ არის, არც ჩატვრის აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, ჯერჯერობით ვაგრძელებთ ეს როგორც ვართ და მე შევხედავთ ცხიმს, ენერგიას და საერთოდ ყველაფერს. რაც შეეხება ჩემს წონას, ბევრს გაინტერესებთ. ამ ეტაპზე უზმოზე ვარ 89-90 კილომდე. მერყეობს. ხან შეიძლება 99 ნაკლები იყო, ხან 99-ზე მეტი, ხან შეიძლება 99. ეს ნორმალურია, რადგან ნაშიტყლების ცვლა მაქვს. ვარჯიშის დღეს სხვა, უვარჯიშო დღეს სხვა. პლუს კონკრეტულად გააჩნია რა სხვა ვარჯიშებ. განსხვავდება ძალიან ბევრი რამე. ყოველ დღე შესაბამისად არის ეს წონის ცვლილებებიც ნორმალური. რომ შევადრო წინა წელს, როცა მზადებოდი ოლიმპიისთვის. მაშინ ალბათ ვიყავი 85-86 კილო. შეიძლება ნაკლებიც ვიყავი. ანუ ეს წონი ყველა ვარიანტში არ ვიყავი. და რომ დავიწყე კლება, მაშინ მქონდა უზმოზე ეს წონა. შესაბამისად, ცხიმი თითქმის იგივე რაოდენობა მაქვს, რაც მაშინ. ასე რომ გაუმჯობესება არის. ვატყობ რაღაცეებში, მხარში, ზურგში გაუმჯობესებას.
რაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს მზადება არ იყო საკმარისი ჩემი აზრით იმ კულტურმას გასამართლებლად, რაც მე მჭირდებოდა. მაგრამ თავი არის ის, რომ იგივე ფორმით არ გავალ უკეთესი ფორმით. ასე რომ თავი ხაზი ამაზე გვაქვს, რომ უკეთესი ვიდრე წინა წელს. Fuck. გადმოვედი ტრიცეპსზე. ამ შემთხვევაში შევცვალე ვარჯიში. ზოგადად როგორც თქვი, არ ვცდები ხომ ვარჯიშებს. თუ იმ კონკრეტ მომენტში აუგზნობ, რომ უფრო კარგი იქნება უკეთესი, რომ ესეც ვარჯიში შევასრულო. ამიტომ დღეს ჰანტეს ვაგიროთ თავს გავაკეთე. ამაზე ძალიან კარგი გზნობელობა მაქვს ხოლმე და იმ მიზანს მახსოვინებს, რაც მჭირდება კონკრეტულ მომენტში. რასაც ვაკვირდები, ფორმა ნორმალურია. მომწონს, ბევრი რამე იცვლება სხვადასხვა შორის. ხარი, ხარისხი და ზოგადად ყველაფერი. მაყოფილი ვარ თვითონ ცვლილებებით. წინ კიდე საკამაში დრო არის, რომ სხვადასხვა ცვლილებები დავინახოთ. ახლა ბიცეპსი დამჩა. მე ყოლა მექნება. და ამ მაგის მე მექნება მეორე კარდიო. ისე რომ გავაგზავნოთ. ბიცეპსი ჩვენი სუსტადელია. ისე რომ ცოტა მეტი მუშაობა სჭირდება. Works. და ესეც ვარჯიშის შემდეგ კვება, რომელიც არის კვლავ ბინები და ის ნახევარი ბერძნული იოგურტი. ეს არის რიგით მესამე კვება, წინ დარჩენილი კიდე ორი კვება. ახლა არის 4 საათი, შემდეგ გვექნება 8-დან 7-დან 8-ზე, უფრო 7-ზე და შემდეგ 11 საათზე ალბათ სახში რომ მივალ მეხუთე კვებას შევჭამ. ისე რომ ასე გამოიყურება ჩვენი post workout meal. დავბრუნდით კარდიოზე. რიგით მეორე დღეს. წესით მეც აღარ დავამატებ, და რომ მოსწავლეები მყავს კიდე აქტიურობა მიწევს ისედაც და ბევრი იქნება, მაგრამ შევხედოთ, არ ვიცი. ეხლა რაკოვაც ხონდა აგიღოს სასწავლო გემრიელი. არ ვიცი, მე ბლინები მატანინებს ყველანაირად რა. ძალიან გემრიელი კვებაა. რავი, არანაირად არ მექნება, რაიმე ესეთი პრობლემა. ეხლა ესეთი გაყოფილი ვარ ამ კვებით. ჩვენ რომ გავაკეთებ კარდიოს. ასე, დღევანდელი დღეს დავამთავრეთ წარმატებით. მოგეთ, სახში ვართ. დავამთავრე კაი 14 საათიანი სმენა. ვივარჯიშე, ორჯერ კარდიო, 4 კვება. მოსწავლეები და ეხლა მეხუთე კვება და თან ხვალის კვებები უნდა გამოვზადო. ამიტომ იგივე უნდა გავიმეორო, რაც აქამდე განახეთ დილიდან მოყოლებული. შესაბამისად, ახლა 11 საათია და
ხვალინდელ საკვებს გამომწოდებ. ხვალაც ვარჯიში მიწევ, შესაბამისად, ზუსტად იგივე გობას ვაკეთებ. ხვალ უკვე ფეხებია. და ერთი ვარჯიში მინდა ფეხებიც გადავიყო, მაგრამ ჯერჯერობით კვირაში ეს ვიდეო დაიდება. შემდეგ კვირაში ვეცდები ფეხები შემოგთავაზოთ. ასე რომ თქვენი აზრს დაწერეთ, კომენტარები, გამოწერები, ლაიქები და ბევრს ნიშნავს ჩემთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა კარგად.